დავბრუნდით პირდაპირ ეთერში. დღეს გადაცემა რომ დავიწყე აღნიშნე რომ სამუშაო კვირის ბოლო დღეა და შეგვიძლია ჩვენ თავისუფლება მივიღოთ. არასკევობა ხო? არასკევობით მოდი ტრადიციას დავიწყოთ. კოქტეილების და ვიკენდიდან მოყოლებული ვამკვიდრებ ამ ტრადიციას. ჩვენთან ერთად არიან სტუმრები სანდრო ცისკერიძე ბარმენი და ვაკო ღონღაძე ასევე ბარმენი. რაღაცა ხშირი სტუმრები ხართ ჩვენ, მე ეს მომწონს სხვათა შორის. სტუმრობაც მშვენივრად დასრულდა. კი, ნამდვილად. ეხლა ერთი საინტერესო და ძალიან სასიამოვნო ინფორმაცია უნდა უთხრა მაყურებელს. სანდრომ გაიმარჯვა ბარმენების მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურში, ხო? და შესაბამისად მიემგზავრები ამ მსოფლიო ჩემპიონატზე. მოგვიყევი ჯერ ამის შესახებ? მოკლედ ანუ მე გავიმარჯვე ფინლანდია ვოდკა კაფე არის ესეთი ჩემპიონატი. ამ ჩემპიონატში სადაც ერთ-ერთი პრიზი იყო ის რომ ლაპლანდიაში მიემგზავრებოდა გამარჯვებული, ოღონდ დასასვენებლად არა მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის მისაღებად, მაგრამ მე და ვაკო ერთად მივდივართ პოლონეთში 13 მარტს მსოფლიო ჩემპიონატზე. რა მაგარია. და იქ რა კოქტეილი უნდა მოამბობთ, უკვე იცით როგორ ხდება, ანუ მიდიხარ და შემდეგ ჩვენ მივდივართ ანუ საერთოდ ბარმენობა იყოფა ორ კატეგორიად, ეს არის ფლეირინგი და კლასიკა, მიქსოლოგია. ანუ ამ შემთხვევაში ჩვენ დღეს წარმოვადგენთ კლასიკას, ანუ ფლეირინგი არის, ანუ ჩვენ რო ვიყავით თქვენთან სტუმრად, ანუ ბოთლებით რო მანიპულირებდით, ეგ არის, ანუ ფლეირინგი. ეგ არის სხვა მიმართულება. არის კიდე კლასიკური. ანუ კლასიკური ნიშნავს იმას, რომ ანუ ბოთლებს არ ატრიალებ და ამზადებ კლასიკურად კოქტეილებს. აი ახლა კლასიკურად ამზადებ თუ ისე ფლეირინგი? არა, ფლეირინგი. ამ ორივე ნომრით უნდა წარსდგეთ მსოფლიო ჩემპიონატზე. არა, მსოფლიო ჩემპიონატზე ფლეირინგით. და თან ამზადებთ ნომინაციაში მივდივართ მონაწილეობის მისაღებად. თან ამზადებთ ბოლოს. კი, რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. რა არის ის კრიტერიუმები, რითაც აფასებენ ბარმენებს ასეთ კონკურსებზე? კლასიკაში მთავარი არის გემო. ანუ უნდა იყოს ძალიან დახვეწილი და უცხო გემო, როგორ თუ გინდა რომ კონკურსი მოიგო, ისეთი გემო უნდა გააკეთო და შექმნა, რომელიც არასდროს არავის არ გაუკეთებია და ეგ რეცეპტურა არ არსებობს. დრო თუ არის შეზღუდული, თუ არა? კი, როგორ არა. ანუ მოსაფიქრებლად, კოქტეილის მოსაფიქრებლად ძალიან ბევრი დრო გაქვს. თვეები, მაგრამ ანუ თვითონ მოსამზადებლად 7 წუთი იყო ამ შემთხვევაში. ანუ ერთი წუთით მიდიხარ ჩემპიონატზე, წინასწარ უკვე იცი რა კოქტეილს ამზადებ, ხო, ფიქრობ. და იქ გაქვს მოსამზადებლად რამდენი დრო? 7 წუთი. 7 სულ რაღაც 7 წუთში უნდა მოასწრო. 4 კოქტეილის დამზადება. 4 კოქტეილი. 4 აბსოლუტურად განსხვავებული ინგრედიენტებით. ერთი და იქ, იმიტომ რომ ყველა ჟიურიმ თავისი საკუთარი უნდა გასინჯოს. გასაგები. რა ჟიური ვინ არის ხოლმე ამ შემთხვევაში? ძირითადად ესეთ ჩემპიონატებზე მოწვეული ჟიურია ხოლმე და არა ქართველი, იმიტომ რომ ნუ საქართველოში მაინც რო არ მოხდეს მიკერძოება ან რამე რომ გამოვირიცხოს ყველანაირი ეჭვი მონაწილეებს შორის. არის დიდი შანსი იმისი, რომ ვიღაცამ გაიმეოროს გემო. კი, როგორ არა? საერთოდ რამდენად მარტივია, რომ ახალი გემო ისეთი ძალიან ურთულესია. დაახლოებით მე როგორც ვიცი 12500 კოქტეილის რეცეპტი არსებობს ზოგადად. 12500. მე ესე ვიცი, შეიძლება უფრო მეტი, ან შეიძლება ნაკლები. რამდენი გაგიკეთებია აქედან? ბევრია, ასობით, რაღაც ძალიან ბევრი. ნუ ჩვენ გვაქვს ჩვენი სკოლა გვაქვს ბარმენების და ნუ ხშირად ვარჯიშობთ და მეცადინებთ ხოლმე და ბევრ რაღაცებს ვსწავლობთ. მე აი ამ რაღაცა კლასიკურ რეცეპტს რაღაცნაირად არგებ ხოლმე ქართულმა ხმარებელს შენ. კლასიკურ რეცეპტის შეცვლა არ შეიძლება. ესეთი არის მსოფლიო ბარმენთა ასოციაციის მიერ დაწესებული 77 კოქტეილი არსებობს, რომელიც ხელის შეხება არ შეიძლება. ანუ ის უნდა დაამზადო ისე. ეხლა პარასკევის საღამოა, მე მოვდივარ ბარში და გეუბნები, რომ ეხლა ამ კლასიკურ კოქტეილზე რაღაცა ცოტა დამეტე. ვინ გაიგებს? არა, და კიდე უპრობლემო. ანუ სტუმარს თუ უნდა, ანუ შესაბამისად მოქმედებს ბარმენიც, ანუ სტუმარს ნებისმიერ ანუ სურვილს და მოთხოვნას აკეთებს. უბრალოდ იქ ჩემპიონატზე არ შეგიძლია ამის შესვლა. მაგრამ კლასიკური კოქტეილის პარალელურად არის კოქტეილები, რომლებსაც თქვენ თუ ნიგონებთ, ხო? ხო ასეა. დიახ. აი რომელი გადმოვაკეთებთ რაღაცას და უმატებთ რაღაცას მოვაკლებთ. აი ბოლოს რა გადააკეთე სახელს. ბატონო? ბოლოს რა გადააკეთე გადმოვაკეთე გითხარი ერთი კოქტეილი. ნუ ამ ბოლო დროს თითქმის ვთვლობ რომ ჩემი მოვიფიქრო ხოლმე, ჩემი მოვიგონო და ანუ ადრე დამწყები როცა ვიყავი, მაშინ ეგრე მაიმუნებდი ხოლმე რომ რაღაცა კოქტეილებს ვიტყვებოდი რომ ჩემია და რაღაცას მომატებდი ხოლმე. ეხა უკვე რაც უფრო ცოტა სხვა იმას ლეველზე ანუ სხვა საფეხურზე გადავედით ბარმენობის, ეხა უკვე აღარ ვცდილობთ ეგეთ რაღაცების გაკეთებას და ეხა გითხარი, გაგვიკეთებ სტუდიაში თქვენს მოგონებულს კოქტეილს. ძალიან გემრიელი, ძალიან მაგარ კოქტეილებს გაიკეთებ, როგორც არის მაგალითად მოხიტო, დაიკირი, კოსმოპოლიტენი, მე ვირჩევ კოსმოპოლიტენს. დამასწრო.
მე მომწონს ჩვენ შევეცდებით რომ ნელა მომზადოთ. კარგი, ხო და თან ვისაუბროთ. საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი რომელი კოქტეილი არის? მე ვცდილობ რომ მოხტო იყოს. და ნუ ძირითადად ესეც არის. მეც ყველაზე მეტად ძალიან და მომწონს ძალიან. თვითონ მოხტო ძალიან დახვეწილი და ძალიან გემრიელი კოქტეილია. ოღონდ მე მინდა მოხიტო კლასიკური მოხიტო ის მარწყვით არ მინდა. კი ბატონო. აჰა, შეკვეთა მიღებული. დავაგარია პარასკევი. ძალიან. შუა დღიდან ვიწყებთ გართობა. ბაკო, შენ ახლა რას აკეთებ გითხარი რომელ კოქტეილს? ვეღაკეთებ ახლა კოსმოპოლიტენს. კოსმოპოლიტენს. თავარი შემადგენელი ინგრედიენტები, ანუ რომელი სასმელით განკეთდება, არც ვიცი სიმართლე. ხო, არც მე არ ვიცი და საერთოდ კოსმოპოლიტენი არ გამისინჯავს აქამდე და მაინტერესებს რამდენად ალკოჰოლიანია. ანუ კოსმოპოლიტენი როგორც იცით შექმნილია ფილმი სექსი დიდ ქალაქში გადაღების დროს. ხო, ვიცი. და ანუ კოსმოპოლიტენის შემადგენლობაში შედის კენკრის არაყი, ფორთოხლის ლიქიორი, ლაიმის, ცოცხალი ლაიმის ფრეში და კენკრის წვენი. ანუ თან ჯანსაღიც არის მე მგონი. რამდა ჯანსაღა, რამდენი ალკოჰოლი შედის? ალკოჰოლი ხო, მაგრამ გაჩნია რა რაოდენობით იქნება ალკოჰოლი. მოდი აქვე შევახსენოთ ჩვენს მაყურებელს რომ გაზაფხული ჩვენ სტუდიაში მოიყვანა Flowers Gym. ნამდვილად ეს არის მაღაზია მაღაზია. არაჩვეულებრივი თაიგულები გამოგვიგზავნა. მდებარეობს აბაშიძის 46-ში და ახალი მომსახურება აქვთ მათ. მე რამდენადაც ვიცი, შეგიძლიათ შეხვიდეთ Flowers Gym-ის ვებგვერდზე, სადაც შეუკვეთოთ ონლაინ ნებისმიერი სახის თაიგული და მიართვათ სარვამარტოთ და არა მარტო სარვამარტოთ თქვენ საყვარელ ქალბატონებს. ხო, მე მგონი ბუმი იქნება ყვავილების ისეთი დღე არის. და მით უმეტეს Flowers-ში ყოველთვის განსაკუთრებულ და ძალიან გემოვნებიან თაიგულს თავაზობს მომხმარებელს. ყოველთვის ვამშნევ, რომ არის ძალიან სადა და ძალიან ლამაზი. და სხვა შორის მე დიდად არ ვარ ჩახედული აი ამ საქმეში, მაგრამ გამომირჩევია ძალიან ხშირად მათი გაკეთებული თაიგული. თავისი ხელწერა აქვს ძალიან სწორი და კარგი და გემოვნებიანი. და ქალბატონებს ასევე შეუძლიათ გალამაზდნენ არა მარტო 8 მარტისთვის, ასევე ნატალიში. სილამაზის სალონების ქსელ ნატალიში და იმისიც ვუთხრათ მოსი ჩვენს ტელემაყურებელს, რომ ჩვენს გარეგნობაზე სრულნავს სწორედ სილამაზის სალონების ქსელი ნატალი. აბა, ეს რა ხდება? რა ხდება? აი მოხიტო თითქმის მზად არის მე მგონი, ხო? კეთო, შენ რომელი გინდოდა? ჩემთვის სულ ერთია. სულ ერთია. კეთის უყვარს ახალი გემოები, მე შევატყვე. მე რაღაცა ისე ვარ ცოტა ჩაკეტილი სასმელების თვალსაზრისით, რაც გამისინჯავს ხოლმე, ან რაც ზუსტად ვიცი. ახლა კოსმოპოლიტენის შემთხვევაში სექსი დიდ ქალაქშის გავლენით შევუყვეთ. გაგვასინჯენ უკა მე რა ჩვენს. სიმართლე გითხრა მაინც მოხდეს მიირთმევს. მე მივირთ. რა სწრაფად. მადლობა. დიდი მადლობა. იმედია ძალიან ალკოჰოლი. საქართველოში რამდენი არის პროფესიონალი ბარმენი? ბევრი არ არის, ძალიან ცოტა, იმიტომ რომ ანუ თვითონ ბარმენობა ბევრი საქართველოში იბრალებს ხო ალბათ რო არის პროფესიონალი. ვერ გეტყვით ახლა მაგას, მაგრამ ანუ ბევრი პროფესიონალი ბარმენი საქართველოში ნამდვილად არ არის, იმიტომ რომ ანუ საქართველოში თვითონ პროფესია ბარმენობა რო დიდი ხანი არ არის, რაც აქტიური გახდა. ანუ ადრე იყო რომ ანუ მთავარი იყო რომ დაესხა რაღაცა სასმელი. ეხლა უკვე იხვეწება საქართველოში და ანუ მალე ალბათ რაღაცა გარკვეულ დონეზე წავალთ. აი თითქოს ხომ მოხიტოს გაკეთება არ არის ძალიან რთული. ძალიან მარტივია. ეს არის ბევრგან დამილევია მოხიტო და ამას განსაკუთრებული და სხვანაირი გემო. მე ხარ მე ეს არის ნამდვილი ლაპარაკი. ეს არის ნამდვილი იმიტომ რომ ვარ ნიუ-იორკში, სექსი დიდ ქალაქში. რომელი კერი ხარ? კერი ვარ, რა თქმა უნდა, მე ის ტესტი გავაკეთე და კერი აღმოვჩნდი. ამიტომ არ მესმის ახლა ქართულად რას ლაპარაკობ. ისეთი გემრიელი მართლა რა არ ვიცი. ხო, ეს მოხიტოს რაღაც განსაკუთრებული გემო აქვს ამ მოხიტოს მართლა. იმიტომ რომ გაკეთებულია სწორად. ბარმენების სკოლა ახსენეთ. კი. ოფიციალური სკოლა არის ეს. დიახ. ეს არის ბაკარდი მარტინის სკოლა, ანუ თვითონ ბრენდი არის მსოფლიო მასშტაბით, ანუ ძალიან განთქმული, ანუ საუკეთესო სასმელების პორტფელი შეიცავს და ანუ გვეხმარებიან ეს ბრენდები, დავაარსეთ ჩვენი სკოლა, ანუ ჩემი სკოლა არის ამიერკავკასიაში ყველაზე მაგარი სკოლა, ანუ ჩვენი სკოლა. ვართ ყველანაირი ინვენტარით აღჭურვილები, რაც ჭირდება პროფესიონალი ბარმენს რო გაიზარდოს. მხოლოდ პროფესიული კურსებია თუ არის მოყვარულებისთვის? მოყვარულებისთვისაც მარტო კოქტეილები, ანუ ყოლია ბევრი მოსწავლეები, ისეთი, ანუ მოსწავლეს ვეძახი მე ჩვენთან შემოსულ სტუდენტს, აბიტურიენტს, რომელსაც ანუ სახლისთვის ჭირდებოდა მაგალითად მოვიდა რომ უნდა რაღაც
გარკვეული 10 კოქტეილის სწავლა. ანუ ყველა ტიპის მსურველებს ვიღებთ ანუ სკოლაში. სწავლის ხანგრძლივობა შესაბამისად დამოკიდებულია მომხმარებელს რა მოთხოვნა კი, რა აქვს, ხო? უნდა. კი, მინიმალური არის ერთი თვე, максимალური კურსი რამდენი ხნიანია? ანუ პროფესიული. სტანდარტული 2 თვიანი. სტანდარტული არის ამიერკავკასია ახსენეთ. რამდენად არის დაინტერესება ამიერკავკასიის კი, ქვეყნებიდან? არის სხვათა შორის ორი მოსწავლე ხა ბაქოდან ჩამოგდის, ანუ შემდეგ კურსში ბაქოდან ჩამოდიან 2 ადამიანი. სხვა არის სასამხეთშიც არის, ბაქოშიც არის სკოლები, მაგრამ ჩვენ ძალიან ძლიერი სკოლა გვაქვს, თავიდან ბოლომდე თქვენ თვითონ სად გაქვთ მასწავლე? ჩვენ ორივე შემთხვევაში გვაქვს. ჩვენ თვითონ ვისწავლეთ, მაგრამ საზღვარგარეთ ხშირად ავდივართ ხოლმე სხვადასხვა კონკურსებზე და სხვადასხვა ეს ძალიან დიდი გამოცდილებაა. ანუ შესაბამისად ჩვენი განათლებაც ამ კუთხით უფრო მაღალადის. ჩვენ ვისაუბრეთ ყველაზე ხშირად ქართველები რა კოქტეილს უყვეთავენ ამ თემაზე უკვე ვისაუბრეთ თუ ჯერ არა? არა. მარკეტინგი რა არის ყველაზე პოპულარული კოქტეილი? აი პარასკევს საღამოს ახლა რომ გეგმებთ რომ გავიდეთ დასვენების დღეები ხომ დაახვდიშნოთ. მითხარით რა შევუკვე? საკო შენ აღარ გირჩევ პარასკევის საღამოს ესე გატარებას. ყველაზე ხშირად რას ითხოვენ? ყველაზე ხშირად რა ეთხოვენ, ეს საერთოდ დამოკიდებულია ბარმენს. ბარმენი რამდენად სწორად ურჩევს. ანუ შეიძლება სტუმარმა მომთხოვოს პირობითა რაღაც კოქტეილი სახელწოდებით Long Island-ი დაუშვათ. მე თუ ურჯევ რომ დაუშვათ ამის ფასად რაც ღირს Long Island-ი, შემიძლია რომ უფრო გემრიელი კოქტეილი დაგალევინო, დაუშვათ, თან გავაცნო ინგრედიენტები. ნუ თითქმის ყველა მსურველი მომყვება ხოლმე ამაზე. ასე რომ ანუ ვცდილობ დავალევინო განსხვავებული და კარგი გემოი. მაგრამ ანუ გაყიდვებით ყველაზე მეტი ალბათ იყიდება არაყი და ენერგეტიკული სასმელი. კი. სამწუხაროდ, იმიტომ რომ ძალიან ცუდია, როცა არაყი და ენერგეტიკული სასმელი ანუ არის ორგანიზმის ენერგეტიკულ სასმელებს აწერია, რომ არ შეიძლება ავურიოთ ალკოჰოლს, მაგრამ აი აბსოლუტურად ყველა მიცის, ვინც ამას უყვეთავს და რატო ხდება ძირითადად უფრო იაფია ვიდრე ეს კოქტეილი? არანაირად არ არის იაფი, ანუ იმ თანხად რაც პირობითად მალეფრები. შემიძლია დავალევინო ძალიან გემრიელი, ძალიან მაგარი კოქტეილი. მალე დგება შედეგი, რაც გვინდა, ან მალე ვთვრებით თუ რატო უყვეთავენ, იმიტომ რომ ყველა მიცის. ვერ გეტყვით, მაგას მე თვითონაც ვერ ხვდები, რატო უფრო გაყიდვადი არის არაყი და ენერგეტიკული სასმელი და რატო პირობითად არა Long Island-ი დაუშვათ. ან კოსმოპოლიტენი, ან მოხიტო დაუშვათ, ან ბაკარდი კოლა იგივე. მაგას ვერ ხვდები, მაგრამ ალბათ იმიტომ რომ აქტუალურია დღეს. და ენერგეტიკულ სასმელი ძალიან მარტივია ხა. კოქტეილი ცოტა დრო ჭირდება და შეიძლება მაგიტო ან აი ვერ ხვდები. ეს რა გააკეთე ახლა როტატერი? ეს გავაკეთე კოქტეილის სახელწოდებით ბაკარდი კოლა. გინდა კეთო? კიდე. კეთი ბაკარდი კოლა მეგონი ყველაზე ძლიერი. და ამის შემდეგ მინდა მოხიტო მაწყო. რეგული სანა ვეთერს არ დავასწრებ ჯობს. უბრალოდ გასინჯერეთ და და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კოქტეილის ვიზუალურ მხარეს. ჩვენ ვცდილობთ რომ ან ჩვენ სკოლაში კიდე ისწავლება თვითონ კოქტეილზე ზემოდან გასაფორმებელი ამ სკულპტურების რაც ახლა გამოჭრილი არის. ზოგი ბოლოკისგან, ზოგი სტაფილოსგან არის გამოჭრილი. თან ისწავლება ეს პროფესია. ხო. უი, ჩემთან რა ხდება? სანდრო, იცი რა მაინტერესებს? ეს ბოლოკი არის შენი მოფიქრება თუ იქაურ კოსმოპოლიტესაც ბოლოკია გასაფორმებელი? არა, იქაურს არა. ჩვენ ანუ საერთოდ კოქტეილი მთავარი გემოზე იყოს ისეთი და ის რეცეპტურა რაც დაწერილია, მაგრამ ანუ შენ თუ იმას გაალამაზებ ვიზუალურად, არავინ არ გზუდავს ამაში. ასე რომ ანუ კოქტეილის გაალამაზება, იგივე გაფორმება, ანუ არის ზღუდება და სტანდარტულ ესე კოქტეილებს ზოგს აქვს, რომელსაც არ შეიძლება რომ რომელიც მარტო ფორთოხლის ცედრით ფორმდება პირობითად. ამ შემთხვევაში ეს კოქტეილები, რასაც ჩვენ მივირთმევთ, არ არის ესე დოგმა, რომ ბავშვად უნდა იყოს კონკრეტულად რაღაცა, კონკრეტული რაღაცით გაფორმებული. რითიც გინდა გაალამაზო. მე ვფიქრობ, რომ ნუ ძალიან უხდება და ძალიან ლამაზია. ერთი ინფორმაცია მაქვს, რომელიც ასევე ქალებს დააინტერესებს და მოდი თქვენს გეტყვით და რა თქმა უნდა ჩვენს მაყურებელსაც. ესთეტიკური მედიცინის ცენტრ Label Medical-ის ორგანიზებით 9 მარტს კუსტბაზე მოწყობა გლამურული ღონისძიება. ძალიან კარგი და საინტერესო სათაური აქვს მარათონი ქუსლებზე. მარათონში რომელიც საქართველოში პირველად ტარდება, მონაწილეობის მიღება 16 წლის ზემოთ შეუძლია ნებისმიერს მსურველს. ღონისძიება საქველმოქმედო ხასიათისაა და შემოსული თანხა მთლიანად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების დღის ცენტრს მოხმარდება. მარათონის ფარგლებში კუსტბის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება ასევე ხელნაკეთი ნივთების გამოფენა გაყიდვაც და კადრებს ხედავთ, იმიტომ რომ სწორედ ჩვენი ჟურნალისტი ემყოფებოდა კუსტბაზე და სამზადისი გადაიღო. ასე რომ
ქუსლიანო ქალბატონებო. კეთო შენ მოგეხარო გამედიკალმა გადაწყვიტა 8 მარტს მოაწყოს მარათონი ქუსლებზე, რომელიც იქნება საქველმოქმედო ხასიათის, გაიმართება კუსტბაზე, ზუსტად 12 საათზე დაიწყება რეგისტრაცია. აი ამ ადგილას იქნება სტარტი, ბუშტების თაღი გაკეთდება იასამნისფერ და თეთრ ფერებში. მოეწყობა ასევე საქველმოქმედო გამოფენა გაყიდვა, სადაც ხელნაკეთი ნივთები გამოიფინება ძირითადად აი ამ ტერიტორიაზე. მე მოვუწოდებ ყველა ქალბატონს, რომ 8 მარტს მოვძვადნენ კუსტბაზე საქველმოქმედო მარათონზე, რომელსაც ატარებს ლაბელ მედიკალი. ეს მარათონი განსხვავდება სხვა მარათონებისგან იმით, რომ გოგონები დარბიან ქუსლებზე, რაც ძალიან იშვიათად ხდება და ფეხსაცმელზე გვაქვს დამაგრებული იასამნისფერი ლენტები, რადგან ვიყოთ დაცულები, თუნდაც ფეხსაცმლის გაძრომისგან ან წაქცევისგან და ასე შემდეგ. აქცევისგან მე მგონი დაზღვეულები მაინც ვერ ვიქნებით, რახან ქუსლებით დავრბივართ. მე ყოველ შემთხვევაში დავეცემოდი ეგ მაშინ. კარზე რეკავენ. და შემოგვიერთდა. გამარჯობა. ძალიან ხშირი სტუმარია ჩვენი ამ დროს თანაძახის კოქტეილებს მოხვდა. როგორ დროს მოგიწვიე სტუმრისთვის. ანა აბაკელია, მე მითხრა რომ სწორად თქვა რეგალია როგორ კარგად გინდა, ამიტომ შენ თვითონ ანა აბაკელია, ლაბელ მედიკალის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი. მოგვიყევი ამ და პროექტის არის ყველაზე ძალიან ეხა შემეშინდა იმის რომ ვინმე არ წაიქცეს ამ მარათონზე არის ამის შანსი ალბათობა არის იმის რომ წაიქცნეს სწორედ ამიტომ მოვიფიქრეთ რომ აი ეს ლენტები გავუკეთოთ ფეხსაცმელებს ცოტა დაზღვეულები რომ ვიყოთ თუმცა მონაწილეები ისეთი შემართულები არიან რომ არ არიან შეშინებულები იმისგან რომ შეიძლება რაღაცა ქუსლის სტანდარტი თუ არსებობს ზომა, სისქე და ასე შემდეგ, იმიტომ რომ სქელქუსლიან ფეხსაცმელზე გაცილებით მარტივად ბუნებრივია უნდა იყოს წვრილქუსლიანი ფეხსაცმელი 7 სანტიმეტრს უნდა აღემატებოდეს და გავის ფარგლინდა რომ მიიღო მონაწილეობა? არა, ვერაფრით ვერ მივიღებ მონაწილეობას, იმიტომ რომ სიარულითაც დიდად არ გამოვირჩევი და ეხლა სირბილით. პირველ რიგში რა ქალბატონები უნდა აღნიშნო, სამწუხაროდ 8 მარტს არის ძალიან ცუდი ამინდი გამოცხადებული პროგნოზ რომ გადავხედეთ მთელი საათობრივი პროგნოზის მიუხედავად არის წვიმა. ძალიან დიდი მადლობა. ამიტომ გადავდეთ ჩვენი ღონისძიება 9 მარტს 12 საათზე ისევ კუსტბაზე გელოდებით. პრინციპში ეს გამოდის ზრუნვა იმ ქალბატონებზე, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ, იმიტომ რომ ცუდამიში ძალიან რთულია ქუსლებით ირბინო მით უმეტეს. ანუ მონაწილეობა როგორც მე აღნიშნე უკვე ნებისმიერ მსურველს შეუძლია. მთავარია 9 მარტს კვირას, რომელ საათზე ამოვიდო კუსტბაზე? 12 საათზე. 12 საათზე ცოტა ადრე ალბათ რომ 15 წელზევით უნდა იყოს მონაწილე ქალბატონი. ცოტა ადრე ალბათ რომ რეგისტრაციის გავლა. 12 საათზე იწყება რეგისტრაცია და ბუნებრივია რეგისტრაციის დასრულების შემდეგ უკვე ჩატარდება ღონისძიება მარათონი. კარგად მოგვიყევი დაწვრილებით, რას ემსახურება ეს მარათონი, პირველად იმართება მე როგორც მოვისმინე, საკამ წაიკითხა ინფორმაცია და უფრო დაწვრილებით სოფლიოს წამყვან ქალაქებში აპრობირებულია ეს მარათონი ძალიან ხშირად ტარდება. წარმატებითად ძალიან შემართებით არიან ქალბატონები, ძირითადად ემსახურება ძალადობის წინააღმდეგ აქციებს, მოწოდებებია. ჩვენ უბრალოდ გადავწყვეტეთ ეს იყოს გლამურული ღონისძიება, რახან 8 მარტია, ქალთა დღეა. და ქალბატონებს უმეტესობას ყოველ შემთხვევაში ქუსლიანი ფეხსაცმელები უყვარს და ქუსლიანი ფეხსაცმელი ასოცირდება ქალურობასთან. ასე რომ ეს იქნება გლამურული ღონისძიება, თუმცა საქველმოქმედო ხასიათის, ამას ხაზგასმით აღნიშნავ. ჩვენ შემოსულ თანხას გადავცემთ უნარშეზღუდულ ბავშვთა დღის ცენტრს. გაიმართება ასევე გამოფენა გაყიდვა, გამოიფინება ხელნაკეთი ნივთები, იქნება ულამაზესი თაიგულები, ასევე ფოტოები, გვეყოლებიან პანტომიმის მსახიობები, რომლებიც წარმოდგენას გამართავენ და იქნება ძალიან საინტერესო. ქუსლებზე ირბენენ ქალბატონები, კიდევ ბევრი რამ მოხდება. კი, ძალიან საინტერესო დღე იქნება დატვირთული დილის 12 საათიდან საღამოს 6 საათამდე. ანა, შენ თვითონ თუ გირბენია ქუსლებზე? სამწუხაროდ არა და ვერ ვიღებ მონაწილეობას, თუმცა ორგანიზატორობა რამდენად ბევრია მსურველი აქამდე თუ გაიარეს რეგისტრაცია? ძალიან დიდია დაინტერესება სხვათა შორის თავიდან იდეის დონეზე რომ მქონდა რომ
რამდენად მიიღებდნენ მონაწილეობას ქალბატონები, ბევრი მსურველი აღმოჩნდა და იდეის განხორციელებაც ამაში დაგვეხმარა ზუსტად და ნახოთ, აი 9 მარტს შედეგებს დაველოდოთ. პრიზი თუ არის რამე დაწესებული გამარჯვებულისთვის? პრიზი ბუნებრივია არის დაწესებული, სიმბოლურიც და არასიმბოლურიც, თუმცა ამას სიურპრიზად დავტოვებ თუ შეიძლება. ჩვენი კომპანიისგან. მე მგონი იმდენად საინტერესო შედეგი ექნება ამ ყველაფერს საქველმოქმედო შედეგს გულისხმობ, რომ ძალიან კარგი იქნება იმ ქალბატონებს, რომელსაც შეგიძლიათ ქუსლებზე სიარული და სირბილი მით უმეტეს რომ ახვიდეთ და მიიღოთ მონაწილეობა. მოდი წარმატებები ვუსურვოთ ანას, კვირა დღეს, Label Medicals, ბიჭებს წარმატებები ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებაზე კონკურსზე და დიდი მადლობა აი ამ უგემრიელესი სასმელებისთვის. დიდი მადლობა. რეკლამის დროა ჩვენს ეთერში, რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით და გველოდეთ.